თითქმის 18 თვის განმავლობაში 2025 წლის დასაწყისიდან 2026 წლის ივნისამდე უკრაინაში ომი შეიძლება ითქვას, რომ კვლავ რუსეთის სასარგებლოდ მიმდინარეობდა. დიახ, ეს ნელა მიმდინარეობდა და ნებისმიერ კვირაში უმეტესად სიახლეები იყო ის, რომ სადღაც სოფელი აიღეს, სადღაც ტყის ზოლი. საბოლოო ჯამში რუსეთმა მნიშვნელოვნად შეანელა წინსვლა და ყოველ კვირას ნაკლებ ტერიტორიას იკავებდა. თუმცა ამ ნელი წინსვლის თვეებმა მაინც შედეგი გამოიღო. უმნიშვნელო მიღწევები ერთმანეთს ემატებოდა და რუკაზე ხაზიც ისხებდა მოღუნვას. ეს იყო ომი. რუსეთი აწვებოდა უკრაინას სისხლს ღვრი და მის შესანელებლად და ფრონტი დასავლეთისკენ მიიწევდა. შემდეგ 2026 წლის მარტში რაღაც მოხდა. საერთო ტერიტორიული წინსვლა უბრალოდ შეწყდა და შეჩერდა არა იმ გაგებით, რომ ნელა მიიწევდა, როგორც ადრე გვინახავს, არამედ რეალურად დაიწყო უკუსლა. რუსეთი ზოგ სექტორში წინ მიიწევდა, მაგრამ უკრაინამ სხვაგან უფრო მეტი ტერიტორია დაიბრუნა. ციფრები იმის მიხედვით, რომელ რუკას ენდობით, ამბავს გვიყვებიან. ეს მერყეობს მარტში უკრაინის სასარგებლოდ რამდენიმე ათეული კვადრატული კილომეტრიდან აპრილში 100 გადაცილებულამდე და მაისში კიდევ უფრო დიდ რიცხვამდე. იმ დონემდე, რომ ეხლა ძირითადად საუბრობთ იმაზე, რამდენად ახერხებს უკრაინა უკუგდებას. პირველი აშკარაა, ეს არის თავად სამხედრო ძალა. ვგულისხმობთ ადამიანურ რესურსს, ტექნიკას, საწვავს, საბრძოლო მასალას, ფიზიკურ შესაძლებლობას, რომ არმია კვლავ და კვლავ შეტევაზე გადაყვანა. მეორე ნაკლებად აშკარაა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია. კრემლს აღარ დარჩა სარწმუნო ისტორიები. 18 თვის განმავლობაში ყველა წარუმატებლობას უკვე ჰქონდა მზად ახსნა. ომი ჯერ კიდევ გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა და რუსეთის ეკონომიკა მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმისტურ პროგნოზებს ვერ ასრულებდა, ტექნიკურად მაინც იზრდებოდა და ახერხებდა კონფლიქტისთვის რესურსების მიწოდებას, მიუხედავად მასშტაბური სანქციებისა. 2025 წლის უმეტეს ნაწილში რუსეთი ამტკიცებდა, რომ უკრაინა სულ უფრო მეტს კარგავდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად უმნიშვნელო წარმატებებს აღწევდა და სულ უფრო მეტად უწევდა რეზერვების გამოყენება. რასაც 2026 წელს უყურებთ, ეს არის მომენტი, როდესაც როგორც მატერიალურ რეზერვებში, ასევე პროპაგანდაში ერთდროულად იწყება ბზარების გაჩენა. საწვავის ავზი იცლება და მასთან ერთად ქრება გამართლებაც იმის შესახებ, თუ რატომ არის ავზი ცარიელი. ეხლა მთავარი საკითხი, რაც უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ ყველა მონაცემი, რაც გვაქვს 2026 წლის დასაწყისისთვის, სხვადასხვა წყაროდან მოდის და შესაძლოა უკრაინის სასარგებლოდ იყოს გადახრილი. საჯარო მონიტორინგის პლატფორმები არ თანხმდებიან მასშტაბზე და ყველაზე ვიწრო შეფასებებში ისინი ძლივს თანხმდებიან მიმართულებაზეც კი. მაგრამ რუსეთის მთელი მეთოდი მაინც ისაა, რომ ჯერ წინ წაიწიოს და შემდეგ სწრაფად შეიყვანოს დამატებითი ძალები პოზიციების გასამყარებლად. თუ უკრაინა უფრო სწრაფად იბრუნებს იმ ადგილებს, სადაც რუსეთი ცდილობს შეჭრას, ვიდრე რუსეთს შეუძლია მათი გაძლიერება, მაშინ რუსული შეტევა თავისივე პირობებით მარცხ ხდება. არ აქვს მნიშვნელობა, რუსული მედია როგორ მოიხსენიებს ამ ტერიტორიების კონტროლს. შეტევა ვერ აღწევს თავის მიზანს და ის მხარე, რომელიც თავდაცვაში უნდა ყოფილიყო, სწორედ ის ადგენს ტემპს. მარტში თუ თვალებს მოჭუტავდი, ამას სეზონურს დაარქმევდი. მაისის მონაცემებამდე რომ მიხვალ, სეზონური ამბავი უკვე ამოწურულია და სწორედ აქედან ვიწყებთ. პირველი ფაქტორი ამინდი იყო. წენიანობა, წვიმა, თოვლი, დნობის ხინული. ეს ყველაფერი შეიძლება სასიკვდილო იყოს მძიმე მანქანებისთვის მოძრაობისას. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ომი უპილოტო აპარატებითა და მცირე დივერსიული ჯგუფებით განისაზღვრება, ჯავშან ტექნიკა მაინც მნიშვნელოვანია და ყველას, იქნება ის დრონის ოპერატორი თუ არა, მარაგის შევსება სჭირდება. გასული ზამთარი უფრო ცივი და ნოტიო იყო ვიდრე წინა წელი, რაც მეტ თოვლს ნიშნავდა. მარტისთვის თოვლი დადნა და დაიწყო ნამდვილი სასტიკი ტალახი სეზონი, რომელმაც უკრაინული და რუსული გრუნტის გზები თითქმის სუპად აქცია. ამიტომ შეტევა ჩიხში შევიდა. აქ რუსეთისთვის ყველაზე ხელსაყრელი სვლა ამინდის დადანაშაულება იყო. მათი თქმით არავის მიუღია ცუდი გადაწყვეტილება. მიწა უბრალოდ დარბილდა, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის განმავლობაში წინსვლის ტემპს სავარაუდოდ სწორედ რუსეთი ადგენდა. მაგრამ მერე შეუსაბამობებსაც უნდა შევხედოთ. ტალახის თეორია მიუთითებს გაყინულ, გაჩერებულ ფრონტზე და არა უკრაინის წინსვლაზე. თუ ეს იქნებოდა მთელი ამბავი, ორივე არმია ერთ ადგილზე იქნებოდა გაჩერებული და თანაბრად აგინებდნენ ამინდს. საბოლოოდ ორივე ქვეყანას ტექნიკურად 10 წლეულების განმავლობაში მსგავს რელიეფზე ვარჯიშის გამოცდილება ჰქონდათ, რადგან კლიმატი უკრაინასა და რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებთან თითქმის იდენტურია. ასე რომ ამინდი რეალურია და ის ნამდვილად ანელებს რუსეთის ტემპს, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი მაგალითია იმ ნიმუშისა, რომელსაც კიდევ ბევრჯერ ნახავთ. კომფორტული, კრემლისთვის ხელსაყრელი ახსნა, რომელიც განმარტავს, რატომ შეჩერდა რუსეთი, მაგრამ აშკარად ვერ ხსნის, რატომ კარგავს რუსეთი ახლა პოზიციებს. მეორე ფაქტორია ტყის ზოლი, რომელიც როგორც წესი ქვეყნის წესი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხედია. უსასრულო ოქროსფერ მინდვრებს უზარმაზარი ცისფერი საფარავს. ეს ფაქტობრივად უკრაინის დროშის შთაგონების წყაროა და წარმოაჩენს უკრაინის როლს როგორც ერთ-ერთ მთავარ ხორბლისა და მარცვლეულის მწარმოებელსა და ექსპორტიორს. მაგრამ თუ იმ მინდვრების კიდეებს დააგვირდებით, ხეების რიგებს ნახავთ. ტექნიკური ტერმინი ამისთვის არის ქარის დამცავი ზოლი. ეს ხეები არსებობს იმიტომ, რომ მათ გარეშე ქარი ზედა ნიადაგის ფენას წაიღებს და უკრაინა ევროპის სასურსათო კალათა აღარ იქნება.
ეს self-deck არის დამცავი ზოლები, შესანიშნავ საფარს წარმოადგენს წინსვლის ასქვეითებისთვის, რომლებიც ცდილობენ დამალვას ზემოდან ფრენი დრონებისგან. საინტერესოა, რომ 1930-იანი წლების ნიადაგის დაცვის პროგრამა დღესაც ეხმარება რუსულ შეტევით ჯგუფებს შეუმჩნევლად წინ წაიწიონ. მაგრამ 2024 წელს აც კი უკრაინამ დაიწყო ცეცხლის გამოყენება. დრონებს მიამაგრა თვითნაკეთი ცეცხლმფრქვევები, რათა დაეწვა ქარის დამცავი ზოლები და გამოიჩინა რუსული პოზიციები. მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია რა მასშტაბით ცდილობს უკრაინა 2026 წელს საფარის მოცილებას, ნებისმიერი მასშტაბი შეიძლება საკმარისი იყოს, რომ რუსეთს ერთ-ერთი იშვიათი უპირატესობა წაართვას, როდესაც ისინი მჭიდროდ დასახლებულ ადგილებს შორის გადაადგილდებიან. და აქაც კი არის ელემენტი, სადაც რუსული შეჩერება აზრს მოკლებულია. დამწვარი ხის ხაზები უნდა აფერხებდეს რუსი ქვეითების გადაადგილებას, მაგრამ ეს ასევე ართულებს უკრაინის წინსვლას იმავე ტერიტორიაზე, რადგან საფარი ორივე მხარეს მოქმედებს. რაც გვეყვანს მესამე ფაქტორთან, სადაც ტემპი რეალურად შეიცვალა. ინტერნეტ კავშირი და Starlink-ი. ეხლა რუსმა ჯარისკაცებმა რეალურად გამოიყენეს ფრონტის ხაზზე კომუნიკაციისთვის კონტრაბანდული და ხელში ჩაგდებული Starlink-ის ტერმინალები. იგივე სატელიტური ინტერნეტი, რომელმაც უკრაინა 2022 წლიდან შეინარჩუნა კავშირზე. რუსეთს ეს ტერმინალები არასდროს უნდა ქონოდა, რადგან SpaceX რუსეთში არ ყიდის, მაგრამ 2026 წლის თებერვლის დასაწყისში ეს შეიცვალა. ელონ მასკსა და უკრაინის ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვს შორის მოლაპარაკებების შემდეგ SpaceX-მა გადადგა ნაბიჯი და შეწყვიტა რუსების არალეგალური წვდომა. უკრაინამ წარადგინა თავისი ტერმინალების თეთრინალების თეთრი სია, ხოლო ოკუპირებულ ზონებში დანარჩენი ყველაფერი გაითიშა. მასკმა თავისი დამახასიათებელი სტილით დაწერა, რომ გადადგმულმა ნაბიჯებმა რუსეთის არალეგალური გამოყენების შესაჩერებლად, როგორც ჩანს, იმუშავა და საჯაროდ იკითხა, კიდევ რამე იყო თუ არა საჭირო. შედეგი მყისიერი იყო. და სწორედ აქ ხდება პროპაგანდის ხაზი, განსაკუთრებით მწვავე. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეტევები თითქმის ერთ ღამეში შეწყდა, ხოლო ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრმა აღნიშნა, რომ ეს შეიძლება რუსეთის მთელი სამხედრო კომუნიკაციების ჩამოშლას გამოიწვევს. და თავად პენტაგონმა მოგვიანებით შეაფასა, რომ უკრაინამ დაიბრუნა დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი, მას შემდეგ რაც ეს ტერმინალები გაითიშა, რაც კიევის პირველი რეალური მიღწევა იყო 2023 წლის შემდეგ. ეხლა შეადარეთ ეს კრემლის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ რუს სამხედროებს არასდროს გამოუყენებიათ Starlink-ი, ან არ ჰქონდათ წვდომა ამ ქსელზე. ეს მტკიცება არასდროს იყო სარწმუნო და როგორც კი ტერმინალები გაითიშა და შეტევა შეჩერდა, შეუძლებელი გახდა ამის დაჯერება. ვერ შეძლებ ერთდროულად ამტკიცო, რომ შენი არმია ამაზე არ არის დამოკიდებული და შემდეგ აშკარად გაჩერდე იმ წამს, როცა ეს რამე წაგართვეს. და თავის მართლების ამბავი თითქმის უფრო ცუდია მოსკოვისთვის, ვიდრე თავდაპირველი პრობლემა. რუსეთის პასუხია საკუთარი სატელიტური ქსელი, სახელად რესვეტი, რაც განთიაც ნიშნავს. საწყისი ცნობების მიხედვით კომერციულად ამოქმედება 2027 წლისთვის. მაგრამ პრობლემა არითმეტიკაშია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ასეთი თანამგზავრული დაჯგუფების საიმედო ქსელად ფუნქციონირებისთვის მინიმუმ 250 სატელიტია საჭირო. 2026 წლის ივნისისთვის რასვეტს ორბიტაზე 16 სატელიტი ჰყავდა და ერთ-ერთი მათგანი დაკარგა კიდეც, ხოლო პროგრამა უკვე ჩამორჩება საკუთარ გრაფიკს. შედარებისთვის, SpaceX-ი 10,000-ზე მეტ სატელიტს მართავს. ამიტომ კრემლისგან მიღებული დამშვიდება, რომ შემსვლელი მალე იქნება, მხოლოდ 2027 წლის ვადას ასახელებს. ეს ნიშნავს, რომ წინა ხაზზე მყოფი ჯარები ბრძანებისა და კონტროლის პრობლემებს 2027 წლამდე შეეჩეხებიან და ესეც კი ოპტიმისტური პროგნოზია. მეოთხე ფაქტორი თითქმის იმავე დროს ჩნდება და ეს ორმაგი დარტყმა, რომელიც რუსეთმა გასაოცრად საკუთარ თავს მიავენა – Telegram-ი. დაახლოებით იმ დროს, როცა Starlink-ის ტერმინალები გაითიშა, კრემლის ინტერნეტ ცენზორი Roskomnadzor-ი გადავიდა Telegram-ის ფუნქციონალის შეზღუდვაზე. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამხედრო. Telegram-ი ის ადგილია, სადაც რუსები თავიანთ უკმაყოფილებას აზიარებენ, სადაც უკმაყოფილება ვრცელდება და სადაც პროტესტის ორგანიზებაც კი შეიძლება. შეზღუდვა სახელმწიფოს საშუალებას აძლევს პლატფორმის მართვით მართოს ნარატივი. იყო მხოლოდ ერთი პატარა პრობლემა. რუსი ჯარისკაცებიც Telegram-ით ახორციელებდნენ კოორდინაციას. ამავე პერიოდში, როცა შემოჭრილმა არმიამ ინტერნეტი დაკარგა, მან ასევე დაკარგა პლატფორმაც, რომელსაც ბევრი ჯარისკაცი კომუნიკაციისთვის იყენებდა. ამის ნაცვლად რუსეთმა თავისი მთავრობის მხარდაჭერილი ალტერნატივა, სახელად Maxi, გაავრცელა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ის თავდაპირველად 2025 წლის ზაფხულის ბოლოს პოპულარიზაციას უწევდნენ, 2026 წლისთვის აპლიკაციას სერიოზული უსაფრთხოების პრობლემები აღმოაჩნდა. ამან მთავრობა აიძულა, კურსი შეეცვალა და კვლავ Telegram-ის რეკომენდაცია გაეკეთებინა წინა ხაზის ჯარისკაცებისთვის. მაგრამ 2026 წლის ივნისში ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმება, თუ რომელი აპლიკაცია უნდა გამოიყენონ ჯარისკაცებმა კომუნიკაციისთვის. ამ დროს კი Starlink არ მუშაობს და მისი შემცვლელი ჯერ კიდევ მზად არ არის. აქედან იწყება ის, რომ ჯარისკაცების გამოფიტვა და ნარატივი ავარ არის პარალელური ხაზები და ერთმანეთის გამაძლიერებლად იქცევა. რაც უფრო ცუდად გამოიყურება ბრძოლის ველი, მით უფრო იზრდება უკმაყოფილება ჩვეულებრს შორის. რაც უფრო იზრდება უკმაყოფილება, მით უფრო მეტი мотиваცია აქვს კრემლს, რომ დაახშოს ის პლატფორმები, სადაც ეს უკმაყოფილება ვლინდება.
მაგრამ ამ პლატფორმებზე შეზღუდვები ართულებს თავად არმიის კომუნიკაციას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ბრძოლის ველის მდგომარეობას და კიდევ უფრო ზრდის უკმაყოფილებას. მეხუთე ფაქტორი კი ნამდვილად საინტერესოა, რადგანის მიანიშნებს რაღაც უფრო ღრმაზე, ვიდრე უბრალოდ იღბლის სერიაზე. რკინიგზის გაფიცვები. ამისთვის ერთი წამით უნდა გადავდგათ ნაბიჯი ფრონტიდან უკან. მთელი თეორია თუ როგორ უნდა დაამარცხო რუსეთი არა სანგრების ხაზზე, არამედ მომარაგების ხაზზეა დაფუძნებული. რაც არ უნდა ხდებოდეს უშუალოდ ფრონტზე, ეს არაფერს ნიშნავს, თუ იქ მყოფ ჯარებს სათვავი, ჭურვები და საკვები არ მიეწოდებათ. სინამდვილეში რუსების წინსვლა ფრონტზე მომარაგების პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს, რადგან ახლა მარაგების კიდევ უფრო წინ წაწევა გიწევს. ასე რომ, უბრალოდ უნდა გააშიმშილო არმია და მისცე ფრონტს თავისით დაიშალოს. უკრაინის შესაძლებლობა გამოიყენოს ეს სტრატეგია ისტორიულად შეზღუდული იყო. დამანგრეველი ძალის ათეულობით კილომეტრზე ხაზის მიღმა პროექცია ისტორიულად დიდი სახელმწიფოების პრივილეგია და არა იმ ქვეყნის, რომელსაც იპყრობენ. უკრაინამ 4 წლის განმავლობაში შეძლო შემთხვევითი ღრმა დარტყმების გახორციელება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იყო ერთჯერადი შემთხვევები და არა გრძელვადიანი კამპანია. ეს შეიძლება აღარ იყოს ასე და სწორედ ეს არის აქ მთავარი ამბავი. ბოლო თვეებში სარკინიგზო ხაზებზე, კვანძებსა და ლოგისტიკურ ობიექტებზე დარტყმების ტემპი მკვეთრად გაიზარდა. ზუსტად როგორ მოახერხა ეს უკრაინამ, ბოლომდე ნათელი არ არის და გულწრფელი პასუხი ასეთია: დრონები. თუმცა ამ ყველაფრის უკან ბევრი უცნობია. ერთი სარწმუნო ვარაუდია, რომ უკრაინამ შეასუსტა რუსეთის უპირატესობა ოპტიკურ ბოჭკოვან დრონებში. იმ ჯემდაცულ მავთულით მართვა დრონებში, რომლებმაც რუსეთს საშუალება მისცა ემართა ღრმა ნაცრისფერ ზონაში. ამ უპირატესობის შეცვლამ კი უკრაინულ სისტემებს მისცა შესაძლებლობა ბევრად შორს შესულიყვნენ რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ დრონების მოდელები მუდმივად იცვლება და თითქმის ყოველ კვირას ახალი ჩნდება, უკრაინამ იპოვა გზა, რომ განადგურება სისტემატურად შეიტანოს ფრონტის ხაზის მიღმა და ეს უკვე იგრძნობა წინა ხაზზეც. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ის კატეგორია, რომელსაც კრემლი ადვილად ვერ გადაფარავს, რადგან გაწყვეტილი სარკინიგზო ხაზი ვერ დაიმალება მაშინ, როცა მატარებლები, რომლებიც ამ ხაზზე უნდა მოძრაობდნენ, უბრალოდ აღარ დადიან. მეექვსე ფაქტორი ამ ლოგიკის ბუნებრივი გაგრძელებაა, რომელიც საბოლოოდ რუსეთის სამხედრო სამრეწველო ბაზაზე გრძელ დისტანციურ დარტყმებში ვლინდება. აქ მთავარი ბარიერი ყოველთვის ის იყო, რომ იარაღის ქარხნები ფრონტიდან შორს გამაგრებულ შენობებში საჰაერო თავდაცვის ქვეშ მდებარეობს. იმისათვის, რომ მათ დაარტყა, საჭიროა რაღაც, რაც შორს დაფრინავს, რეალურ ტვირთს ატარებს და გზაში გადარჩება. ორი რამ შეიცვალა. პირველი, რუსეთის საჰაერო თავდაცვა თვალსაჩინოდ ინგრევა, უკვე თითქმის 1 წელია. და მეორე, უკრაინამ შეძლო შეექმნა ფრინველი, რომელიც საკმარისად შორს დაფრინავს, რომ ისინი მთლიანად გაანადგუროს. ეს ფრინველი არის Flamingo, ანუ FP5, რომელიც უკრაინულმა კომპანიამ Firepoint-მა შექმნა და თავისი სახელი მიიღო პირველი გამოშვების დროს Flamingos ვარდისფერი შეფერილობის გამო. მოხსენებების მიხედვით, ეს არ არის მოდიფიცირებული დრონი. ეს არის მძიმე საკრუიზო რაკეტა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით დაახლოებით 1150 კილოგრამიან საბრძოლო თავკომბალას ატარებს და შეუძლია დაახლოებით 3000 კილომეტრის დაფარვა. ეს ასობი ჯერ უფრო ძლიერი ასაფეთქებელია, ვიდრე ის შორმანძილზე მოქმედი დრონები და მინი საკრუიზო რაკეტები, რომლებსაც უკრაინა აქამდე იყენებდა და რომლებიც ხშირად მხოლოდ რამდენიმე ათეულ კილოგრამს ატარებდნენ. დადასტურებული Flamingos დარტყმები უკვე მოიცავს ისეთ ობიექტებს, როგორიცაა ვოდკინსკის მანქანათმშენებლობის ქარხანა და რუსეთის მთავარი რაკეტებისა და საარტილერიო სამმართველოს ძირითადი არსენალები. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, სწორედ ის ღრმად გამაგრებული ქარხნები და საწყობები, რომლებიც 1 წლის წინ მიუწვდომელი იყო. უფრო რთული დასადგენია ზუსტი ზიანი და გავლენა რუსეთის წარმოებაზე. და აქ პროპაგანდის პრობლემა ერთხელ მაინც კრემლის სასარგებლოდ რეალდება. დარტყმული ქარხანა არ წარმოქმნის იმ დრამატულ ცეცხლის ბურთს, რომელსაც მეზობლები იღებენ და ავრცელებენ. ამიტომ საბრძოლო ზიანის შეფასება ნამდვილად უფრო რთულია. ეხლა თუ გსურთ მეტი გაიგოთ უკრაინის დრონების, მაგალითად FP5-ის შესახებ, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ყოველდღიურად ვაქვეყნებთ ვიდეოებს ახალ მოვლენებზე და უკრაინის მიერ წარმოდგენილ ყველა ახალ დრონის მოდელზე. მაგრამ ფაქტორი 7 ხშირად იწვევს დიდ ცეცხლსა და ქაოსს. შევსაუბრობთ რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაზე, უფრო კონკრეტულად ექსპორტზე, და ეს ის საკითხია, სადაც ნარატივი ყველაზე მეტად უკრაინის სასარგებლოდ არის. შეგახსენებთ, რომ ეს ომი გახდა ყველაზე დიდი ფინანსური წამოწყება რუსეთის სახელმწიფოსთვის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. 2022-დან 2026 წლამდე რუსეთს მუდმივად ჰქონდა რეკორდული სამხედრო ბიუჯეტები, რაც მთავრობის მთლიანი ხარჯების 40%-ს აღწევდა და ეს მხოლოდ საჯაროდ აღიარებულ დაფინანსებას ეხებოდა. შესაძლებელია ითქვას, რომ თუ რუსეთი დაკარგავს შემოსავალს და შესაძლებლობას, გადაუხადოს ჯარისკაცებს და აწარმოოს ჭურვები, შეიძლება ფაქტობრივად ომი დათმოს ისე, რომ პირდაპირ არ წააგოს იგი. და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, საექსპორტო პორტებსა და ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან ფლოტზე თავდასხმები პირდაპირ ამ შემოსავალს აზიანებს. და იმის გამო, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვა ასეთ ცუდ მდგომარეობაშია, ეს კამპანია უკვე რამდენიმე თვეა წარმატებით მიმდინარეობს და მოსკოვისთვის მდგომარეობა მხოლოდ უარესდება.
2026 წლის აპრილში უკრაინამ რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე მინიმუმ 21-ჯერ მიიტანა იერიში. რის შედეგადაც რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წარმადობა 2009 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ეს იყო 16 წლიანი მინიმუმი, რომელიც დრონების მიერ იყო გამოწვეული. აი რა საკეთებდა პროპაგანდის აპარატი ამასთან დაკავშირებით. საწვავის წარმოების შენცირების ფონზე მოსკოვმა უბრალოდ შეწყვიტა საწვავის წარმოების მაჩვენებლების გამოქვეყნება 2024 წელს. თუ მონაცემები არ არსებობს, არც ამბავია. გარდა იმისა, რომ ვარდნა იმდენად დიდი იყო, რომ როსტატის უფრო ფართო ინდექსმაც კი დააფიქსირა ეს, რადგან ნავთობპროდუქტების წარმოება ერთ თვეში წინა წელთან შედარებით 9%-ზე მეტით შემცირდა. და შემდეგ მოხდა ექსპორტის აკრძალვები. რუსეთმა აკრძალა ბენზინის ექსპორტი, შემდეგ კი ავიაკეროსინის ექსპორტი, თითქოს შიდა მარაგის დასაცავად. კარგად წაიკითხეთ ეს. ექსპორტის აკრძალვა იმისთვის, რომ საკუთარ მოსახლეობას საწვავი ჰქონდეს, სწორედ იმ დეფიციტის ჩუმი აღიარებაა, რომელსაც ოფიციალური ვერსია უარყოფს. ჩვეულებრივ დროს არ ჩქარობ იმაზე, რაც უხოდ გაქვს და აქტიურად შეგიძლია აწარმოო. და ნავთობის შემოსავლების ვარდნა პირდაპირ გადადის მერვე ფაქტორზე, რადგან ფული ყიდულობს ადამიანებს. შემოსავლის შემცირების გამო კრემლი იძულებულია შეამციროს ახალი მებრძოლების მოზიდვა, ხოლო ახალი მებრძოლების მოზიდვა ამ ომის გადამწყვეტი განტოლების მეორე ნახევარია. დამოუკიდებელი ანალიზი, რომელიც რუსეთის ფინანსთა სამინისტროსა და რეგიონული ბიუჯეტის მონაცემებს ეკრნობა, მიუთითებს, რომ რეკრუტირება დაახლოებით 20%-ით შემცირდა წლის პირველ კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ანუ დაახლოებით 70,000 ახალ კონტრაქტიან ჯარისკაცამდე. მაგრამ რუსი ოფიციალური პირები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი, საჯაროდ ამტკიცებენ, რომ რეკრუტირება გეგმას აჯარბებს. და ამავე პერიოდში რუსეთის რეგიონებში ჩუმად ზრდიან ხელმოწერის ბონუსებს, რეკორდულ მაჩვენებლებამდე, საშუალოდ დაახლოებით 1,5 მილიონ რუბლამდე, რაც დაახლოებით 21,000 დოლარია. თუ რეკრუტირება მართლა გეგმაზე წინ მიდის, ფასის აწევა აღარ დაგჭირდებოდათ. ბონუსი არის სიმართლე, რომელსაც პრეს-რელიზი ხმამაღლა არ ითვლის. ოფიციალური ნარატივი ერთს ამბობს, მაშინ როცა მის უკან მდგომი სტიმულების სისტემა ზუსტად საპირისპიროს აჩვენებს. ეხლა ეს დაადეთ დანაკარგებს და აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მსხვერპლის მონაცემები უმეტესად უკრაინული და უკრაინასთან დაკავშირებული წყაროებიდან მოდის და მათ უფრო როგორც მტკიცებებს უნდა მოვეკიდოთ, ვიდრე დადასტურებულ ფაქტებს. 2026 წლის დასაწყისისთვის დაახლოებით 1,3 მილიონამდე მსხვერპლის შესახებ გავრცელებული ცნობებით, რუსეთი ჯარისკაცებს უფრო სწრაფად კარგავს, ვიდრე ახლის აყვანას ასწრებს. 2026 წლის თებერვლისთვის დანაკარგები დაახლოებით 80,000 ჯარისკაცად იყო შეფასებული, მაშინ როცა ახალი რეკრუტების რაოდენობა მხოლოდ 25,000 შეადგენდა. ეს 12,5%-იანი დეფიციტია, რაც ბევრად მეტია ვიდრე იმ ქვეყნისთვის მისაღებია, რომელიც ამტკიცებს, რომ ომს იგებს. თუნდაც კონკრეტული რიცხვები გვერდზე გადავდოთ, მთავარი ლოგიკაა, რომ შემტევ არმიას გაცილებით მეტი ცოცხალი ძალა სჭირდება ვიდრე თავდაცვას. და როდესაც ცოცხალი ძალის რაოდენობას უყურებთ, რუსეთმა უკრაინაში ომი მხოლოდ 190,000 განლაგებული ჯარით დაიწყო. 2025 წლისთვის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიხედვით, რუსეთს დაახლოებით 600,000 ჯარისკაცი ყავდა განლაგებული. და აქაც კი არსებობს სერიოზული განსხვავება, რადგან ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას 880,000 განლაგებული ჯარი ყავდა. ასე რომ 2025 წლის დასაწყისშიც კი რუსეთმა თითქოს დაკარგა ადამიანური რესურსების უპირატესობა რაც ჰქონდა და ესეც კი არ ითვალისწინებს ტექნოლოგიური განვითარების და ხელმისაწვდომობის განსხვავებას. მაგრამ 2025 წლის განმავლობაში რუსეთმა უფრო მეტი ჯარი დაკარგა ვიდრე მოიზიდა. ყველაზე თანხმედრი შეფასებებით რუსეთმა დაკარგა 415,000 ჯარისკაცი, მაშინ როცა რეკრუტირების მაჩვენებელი იყო 409,000. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ უმნიშვნელო დანაკარგია, ეს არღვევს ნებისმიერ წარმოდგენას, თითქოს რუსეთი რეალურად აგროვებს უფრო მეტ ჯარს უკრაინის წინააღმდეგ და იგებს ფართო კონფლიქტს. და უკრაინის ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევები უფრო მარტივად აიხსნება ცის ნამდვილი კონტროლით, მათ შორის დრონების უპირატესობით, ღრმა დარტყმებითა და კომუნიკაციების კოლაფსით. ეს უკრაინისთვის კიდევ უფრო უკეთესია, რადგან კრემლის ნარატივი ბოლო 4 წლის განმავლობაში იყო ის, რომ ფრონტზე არაფერია საანერვიულო და რომ რუსეთის მოსახლეობა სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგებს ვერ იგრძნობს. მაგრამ თუ უკრაინამ შეძლო ჰაერში გარკვეული უპირატესობის მოპოვება და ამასთან ერთად ქვეყანაში უფრო მრავალრიცხოვანი ძალა ჰყავს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ორივე ფრონტზე მარცხს განიცდის. ახლა სად მიდის ეს ყველაფერი? მაისის მონაცემები შთამბეჭდავი არ არის. უკრაინამ მხოლოდ დაახლოებით 220 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა, თუმცა აქ მთავარი მასშტაბი და კონტექსტია. 2022 წლის სექტემბერში ხარკოვის კონტრშეტევის დროს უკრაინამ რამდენიმე კვირაში დაახლოებით 6,000 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა. მაშინაც კი 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევა, რომელიც ახლა იმედგაცრუებად ითვლება, ივნისში დაახლოებით 367 კვადრატული კილომეტრი და ივლისში 257 კვადრატული კილომეტრი მოიტანა, სანამ სექტემბერში 2 კვადრატულ კილომეტრზე ნაკლებზე არ დაეცა. მაგრამ ის, რაც კონტრშეტევამ უკრაინას მოუტანა, დროა. პირველი სარგებელი მარტივია. თუ რუსეთი ინიციატივას დაიბრუნებს, წინსვლამას ბევრად უფრო გაუჭირდება ვიდრე ადრე. მაგრამ არსებობს უფრო დახვეწილი, უფრო საინტერესო სარგებელიც. ძლიერი თავდაცვითი ზღუდე სადაზღვევო პოლიცივითაა და დაზღვევად სulis ქცევას.
ეს უკრაინას აძლევს საშუალებას შეტევაში რისკზე წავიდეს, რასაც სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებდა, რადგან შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში შედეგი უკვე კატასტროფული აღარ იქნება. სინამდვილეში ეს იყო ერთ-ერთი ჩუმი მიზეზი, რის გამოც 2023 წლის შეტევა ჩაქრა. კიევი ბოლომდე არ ჩაერთო, რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში საკმარისი უსაფრთხოების ბადე არ არსებობდა. და არის კიდევ ერთი საბოლოო შედეგი, რომელიც ღირს გასათვალისწინებლად და ეხება მოლაპარაკებების მაგიდას. უკრაინის მუდმივმა წარმატებამ შეიძლება შეამციროს ის მოლაპარაკებების უფსკრული, რომელმაც ეს ომი ასე გაახანგრძლივა. რუსეთს ვერ ექნება სერიოზული მოთხოვნა დანარჩენ დონბასზე, თუ სამხედრო თვალსაზრისით არ არსებობს რეალური გზა, რომ რუსეთმა დანარჩენი დონბასი ბრძოლის ველზე აიღოს. ეს თავის მხრივ ნაკლებად სავარაუდოს ხდის იმას, რომ უკრაინის მხრიდან დონბასის დათმობა უბრალოდ მისცემს რუსეთს საშუალებას, გადაჯგუფდეს და რამდენიმე წელიწადში გააგრძელოს კონფლიქტი. მაგრამ საბოლოოდ უკრაინას არ სჭირდება თავისი ტერიტორიის სრულად დაბრუნება, რადგან რუსეთი ნელ-ნელა შიგნიდან იშლება. და თუ ეს გაგრძელდა, შესაძლოა ვეღარ შეძლოს ამ ომის დიდხანს გაგრძელება. 2025 წლის მძიმე ბრძოლები და 2026 წლის შუა პერიოდში შეტევის ჩაშლა ნიშნავს, რომ შიდა კოლაფსი გაცილებით უფრო მოახლოებულია. დამატებითი ინფორმაციისთვის ნახეთ